ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს. ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად პროექტს PMI, ანუ ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვის კაბელი ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებს და დაჩქარებული ნებართვის გაცემით ისარგებლებს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1055 კილომეტრის სიგრძის 1300 მეგავატის სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი. საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის პირველ კვარტალში 5 მილიარდ 800 მილიონი დოლარის შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0,1%-ით მეტია. საქსტატის ინფორმაციით წლის პირველ 3 თვეში ექსპორტი 23%-ით მილიარდ 720 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 7%-ით შემცირდა და 4 მილიარდ 130 მილიონ დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, მაჩვენებელი ტრადიციულად მაღალია და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 51% შეადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი მონაწილეობენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელ პირებთან. ასევე მოეწყობა როუდშოუ და ქართული მხარე გლობალურ, მათ შორის JP Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს. ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი უკვე შეხვდნენ სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბოლის შეხვედრაზე მდგრადი ფისკალური პოზიციის და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობა გლობალურად ზრდის გაურკვევლობას და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი დიდწილად იქნება დამოკიდებული რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ხანგრძლივობაზე. აღინიშნა, რომ მსგავს გამოწვევებს მნიშვნელოვანია ქვეყანა საკმარისი ბუფერით შეხვდეს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკაზე. და კვლავ რეზერვები წლის ბოლოსთვის ეროვნული ბანკის რეზერვების მოცულობა 7 მილიარდი დოლარი იქნება, ასეთია გალთენ თაგარტის პროგნოზი. საინვესტიციო ბანკი ელის, რომ სები წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის შესყიდვებს განაგრძობს, 2026 წლის მარტში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 46,5%-ით გაიზარდა და 6,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თუმცა წინა თვესთან შედარებით მარტში რეზერვები 5,2%-ით შემცირდა. საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, რომ რეზერვების თვიური შემცირება უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების შემცირებას, ასევე მთავრობის ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და სავარაუდოდ სების მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვას. ქართული ღვინო ვერონაში ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე. ვინიტალიზე ქართულმა კომპანიებმა პროდუქცია წარადგინეს და საერთაშორისო პარტნიორებთან ახალი კავშირები დაამყარეს. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის უნიკალურ კულტურულ ღირებულებასა და გლობალური ბაზრებისთვის მის მზარდ როლზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მზადყოფნას გამოთქვამს 2027 წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კონგრესს უმასპინძლოს, რაც გლობალურ ბაზარზე ქვეყნის პოზიციონირებას კიდევ უფრო გააძლიერებს. საწვავის გაძვირებისა და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე დამსვენებლები შვებულებების დაგეგმვას აყოვნებენ. ბლეკფულის სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ გაზრდილი ხარჯების პირობებში ტურისტები ხშირად ბოლო წუთის იაფ შეთავაზებებს არჩევენ, რათა დამატებითი ფინანსური წნეხი თავიდან აირიდონ. სასტუმროების ნაწილი აღნიშნავს, რომ აღდგომის პერიოდში ვიზიტორთა ნაკადი სტაბილური იყო, თუმცა ბოლო კვირებში ჯავშნების დინამიკაში მკვეთრი ცვლილება არ შეინიშნება, რაც ნაწილობრივ ამინცაც უკავშირდება. უცხოური სპეციალისტების შეფასებით ეკონომიკური არასტაბილურობა პირდაპირ აისახება ჯავშნების ტენდენციაზე, თუმცა ზაფხულის სეზონზე მოთხოვნის გარკვეულ ზრდას მაინც მოელიან.
გერმანულ ავტოგიგანტ BMW-ს გაყიდვების შეუმცირდა კომპანიის 2026 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით გლობალური მიწოდება 3.5%-ით შემცირდა და მთლიანობაში 566,000-მდე ავტომობილი გაიყიდა. გაყიდვების კლებაზე ძირითადი გავლენა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში შესუსტებულმა მოთხოვნამ მოახდინა, კერძოდ ჩინეთის ბაზარზე მიწოდება 10%-ით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 4.3%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაყიდვები 3%-ით არის გაზრდილი, ამ მაჩვენებელმა სხვა რეგიონებში არსებული დანაკლისი ვერ დააბალანსა.